მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში შევეცდები ახსნა რა არის edge computing-ი და fog computing-ი. დავუშვათ, რომ უამრავი მოწყობილობა გაქვთ. შეიძლება იყოს მანქანები, მობილურები, ტელევიზორები ან ნებისმიერი IoT მოწყობილობა. როგორიცაა მაგალითად ლიფტები. ეს მოწყობილობები მუდმივად აგზავნიან მონაცემებს ღრუბელში ყოველ წუთს, ყოველ წამს. ეს მონაცემები მილიარდობით მოწყობილობიდან ღრუბელში ავტომატურად ხდება, რაც ავტომატურად ქმნის ჭარბ მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ ზრდის cloud-ის მომსახურების ხარჯებს. ამ გადატვირთვის და ხარჯების თავიდან ასარიდებლად შემოიღეს ეგრეთ წოდებული edge computing-ის მოდელი. მოდი გავარკვიოთ რა არის ეს edge computing-ი. დავუშვათ, რომ ეს IoT სენსორები და კონტროლერები ქარხნებში, სუპერმარკეტებში ან თუნდაც ლიფტებშია განლაგებული. ავიღოთ ლიფტის მაგალითი. მილიონობით ლიფტი დამონტაჟებულია მთელ მსოფლიოში. ახლა თითოეული ლიფტი პირდაპირ უკავშირდება ღრუბელს მონაცემების გასაგზავნად. ეს წარმოქმნის ბევრ კავშირებს, იწვევს ქსელის გადატვირთვის ზრდას და ხარჯების ზრდასაც თავისთავად, ხო? ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად IoT სენსორები და კონტროლერები მაგალითად ლიფტიდან მონაცემებს edge-ზე აგზავნიან და არა პირდაპირ cloud-ში. edge ფილტრაციას აკეთებს, შემდეგ კი აგზავნის fog-ში. fog computing-ი აგროვებს მონაცემებს მრავალ edge computing-ისაგან. იმის ნაცვლად, რომ ყველა მონაცემი პირდაპირ ღრუბელში გადაიგზავნოს. edge computing-იდან მაინც მიიღებთ ტერაბაიტ მონაცემებს ყოველ წუთში ან საათში. ამ მონაცემების პირდაპირ ღრუბელში გაგზავნა არ არის გამართლებული. edge computing-ის ფენიდან მონაცემები აირჩევა, ფოგის ფენაში კვლავ მუშავდება, ხდება მათი ფილტრაცია და ინახება თუ ეს საჭირო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში. ფოგი წვეთს რა მონაცემები უნდა გაიგზავნოს ღრუბელში, რა წაიშალოს და რა შეინახოს ადგილობრივად. ეს ყველაფერი ფოგის ფენაზე ხდება ამ გადაწყვეტილების მიხედვით. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ მილიონობით დოლარის ხარჯს ღრუბელში მონაცემების შენახვისა და დამუშავების გამო. edge-ისა და ფოგის გამოყენება ამცირებს ღრუბლოვანი სერვისების ხარჯებს და ზოგავს მონაცემების დამუშავების რესურსებს. Fog-სა და edge computing-ის მრავალი უპირატესობა აქვთ, თუმცა პატარა სისტემებში მათი გამოყენება ნაკლებად ეფექტურია. მაგრამ თუ ვიყენებთ მილიონობით ან მილიარდობით IoT მოწყობილობას, edge და fog computing-ი ნამდვილად დაგვეხმარება და ღირს ამ ტექნოლოგიებზე ინვესტიცია. მადლობა ვიდეოს ყურებისათვის.